დაუკლარჯეც ხედავ თქვენ სურათზე, შეხედეთ რამდენი ეკლესია მონასტერი არის აღნიშნული, ხო? ეს ყველაფერი არის გრიგოლ ხანძთელის დამსახურება. იგი როდესაც ჩავიდა მხარეში სამოღვაწეოდ, მაგის შემდეგ გაშენდა ამდენი ეკლესია მონასტერი. და მაშინ ეკლესია მონასტერი მარტო სალოცავი ადგილი არ იყო რა. აქედან იღებდა ადამიანი განათლებას. ეს იყო აკადემია. მონასტრები ასხივებდნენ საზოგადოებაში განათლებას. აი ამ ხელა ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი დამსახურება არის, რომ კულტურული ძეგლები შეიქმნა იმ პერიოდში. მაგრამ ჯერა რომ ოდესღაც დაბრუნდება და დიდი სურვილი მაქვს რა, ბავშვობიდან მინდა რომ მოვინახულო ჩვენი ისტორიული ძეგლები და გული მტკივა ესეთ ცუდ ვითარებაში რომ ხედავ რა. თან რას ახსრები მაშინ გრიგოლს ქონდა გავიხსენო ჩვენი ქვეყანა რა დღეში იყო დანაწილებული იყო, ხო? აქეთკენ არაბები გვჭამდნენ და ესეთ სიტუაციაში დაიწყო მოღვაწეობა და ღმერთმა გამოგვიგზავნა ნამდვილად ესეთი პატრიოტი კაცი რა. და შევადაროთ ახლა დღევანდელ ჩვენ ქვეყანას. 21 საუკუნეა, მილიონჯერ მეტი სახსრები არის, უფრო მეტი პერსპექტივა არის. უბრალოდ გრიგოლ ხანძთელი არ აქვს და იმედი მაქვს რომ გამოჩნდება რა. ამდენი მილიონერი არის, ამდენი მილიონერი ცხოვრობს საქართველოში და ნუ თუ ერთს არ გაუჩნდა ამის სურვილი რომ მის ყოლს გაყვეს რა. ყველას გირჩევ თუ გინდათ რომ შინაგანი სამყარო უფრო ძლიერი იყოს, უფრო მდიდარი და უფრო შვიდი ხო წაიკითხეთ გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.